გავედი. ამ პირველში გადაიტანე. და თხელი გაზით ააკრეფინე სიჩქარე, მოიცადე? თუ გადავაცერთ იმას რა. პირველში? ხო, პირველში არის ისედაც. მიდი, ააკრეფინე. აი. აცადე. გავანულებ და ახლა ჩაკრა. ჰა? ჩაკრა. აი გააჩერე. დოკო? ხო. ჰა? დოკო? ხო. კაი, მაცადე. დავსტუკეთ ეს და იმედი არ დავისტუკეთ. არა, ზეთი რა? ზეთი ნორმაშია რა. ზეთი რა შუაშია. არა, რო გადახურებულიყო არამე რა. ზამოგიგეთში. დავაი დაკოქი. დაკოქი. თარ მაგარი და რას რამეს გიწევს? საჭედად რა უნდა თუ რა. არ ვიცი, სიმპტომი ეგეთი ეგ. ზამთრატომ მოვაიჭე. რა ვიცი ეს გაი. კაცი ზამოგი. ილოცე. სხვა გზა არ არის. ეს გადავაგდე. ძრავი არ ამბობი მე რაცა გამოყდა. მას სტარტერი აქვს ხო? ან სტარტერი ან ძრავია. სტარტერის ურტყავს. ხო, და ჩაქრა რა. სტარტერს ურტყავს და არატრიალებს. ან სტარტერია, ან ძრავია. მეტი მანდ ვერაფერი ვერ მოდი იქნება. კიდევ ცოტა, ჰა? ედი ჰა. ან სტარტერს დავაცადოთ გაგრილდეს რა, მაგრამ ისე ჩაქრა რომ სტარტერი არაფერ ხო, შუაში ანუ გაზი რეაგირებდა კარგად და გაანერა და ჩაქრა რა. ძრავს გავს ძალიან. მაინც რო გავანეტელოთ და მივაგოროთ ამ ცოტა რაღაცა ვქნათ არა ეს? ხო, დავითას მანქანა და ჩამოვიყვანოთ, დავაბუქსიროთ და ავიყვანოთ ეს ზევით. სახში დავრეკავ დღეს არ მივა. და იგივე ავასადე გათხოვებ. რატო მეწაბართვან? ზეკიდია ბაირდად შავა. ვიწერა ჩვენს ვაკაც დავისტუკეთ ზვა თქო? კაი, წავიდეთ მოვიყვანოთ მანქანა. სამკუთხედი ხო მოიტოვდომდო. ხო. გვაქვს. არა მეგობარო, გაიხარე. ისე გვინდოდა მოხმარება. რაში? გვეთხოვა რომ ავიყვანეთ იმის რომ დავითას მანქანა ჩამოგვეყვანა. იგვი ნაგიყვას ახლა. რავი, მოხმარება ხო არ გჭირდებოდა, გეთქვა შე რაც გჭირდებოდა. როგორი მოხანათი აღმოჩნდა წუთის სოფელი. არა და გუში ნახე იცინოდა. სარეკლამო ჭრის დროა. აქვე უნდა შეგახსენოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც არის Lion Auctions.com, რომელზეც შეგიძლიათ ცოცხლად წეროვანში ჩასვლა, ავტომობილის დათვალიერება და ცოცხლად ყოველ შაბათს გამართულ აუქციონზე ავტომობილის შეძენა. მათ შორის ერთ საინტერესო რამის გეტყვით, რომ კიდე ერთი ავტომობილი შევიძინე, ვინც შუა სერიას თვალსადევნებდით, გეცოდინებათ ეს პროცედურა როგორ ხდება და როგორ ყიდულობთ და მე რაღაცებს ვაკეთებ და სუპერკარის ყიდვამდე როგორ უნდა მივიდეთ. ვინც არ იცით, გვაქვს ესეთი პროექტი, როგორც არის სუპერკარი 5000-ად, რომლის განხორციელებაშიც ასევე Lion Auction-ი ძალიან გვერდში გვიდგას და თან იმის გარდა რომ გვერდში გვიდგას, კიდე მათ ესეთ სერვისს, როგორც არის ცოცხალ აუქციონზე ავტომობილის შეძენა, ვიყენებთ ძალიან აქტიურად. ამ აქტიურ გამოყენებაში კიდე ერთი ავტომობილი შევიძინეთ, რომელსაც შემდეგ რომელიმე ვიდეოში ნახავთ. ანუ ძალიან მალე ნახავთ მაგ ვიდეოს, რა შევიძინეთ და წინასწარ პატარას დაგასპოილერებს, რომ ძალიან ბევრი წვალება გველის წინ. თუმცა მე მგონი საინტერესო უნდა გამოვიდეს ეგ ყველაფერი. მოკლედ, თუ ავტომობილის შეძენა გინდათ ცოცხალ აუქციონზე და ხშირ შემთხვევაში იმაზე იაფათაც ვიდრე თქვენ თავად ჩამოიყვანდით, ჩავდივართ წეროვანში, ნახულობთ ავტომობილს, ყოველ შაბათს გავდივართ ცოცხალ აუქციონზე და ვყიდულობთ ავტომობილს, ესე აიწევ პადელს და ავტომობილი შენია. ნუ მართალია თუ ვიღაცა არ გეჭიდავება აუქციონზე ავტომობილის შეძენაში, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისეთ ფასში გამოდის ავტომობილი და ისეთ ფასში ყიდულობ, რომ ვიღაცა რომ გეჭიდავება, ეგეც გიღირს. მოკლედ, Lion Auctions.com-ი ან 500880, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ და სრულ ინფორმაციას მოგაწვდიან, თუ ვებგვერდიდან რაიმე ვერ ნახეთ ან ჩემი ვიდეოდან რაიმე ვერ გაიგეთ. გამოვიდეთ რა და ჩამოვიყვანოთ GL. გასაღები GL-თან ერთად დანგრატი გვინდა და შეგრანი. ქვევიდან თუ არ გავახვალოს და ისე ვერაფერს ვერ. რანაირად შეჩემ. აუ, არჩე რა. აი ეხლა ეგ ნახდათ არ მინდოდა. თუ გინდა მეც წამოყვები. მოკლეზე საიდან ახვალ შეჩემ. დავითა ყველა ხომ წამოვიდეს. აქედან გაუ. იმასთან ვართ ხო რა ქვია? ეს გამომოწმე. მარტო ხორტო ხო. ხო და ამ მდგომარეობაში ვართ, კამერა 1%-ია, მეორე მანქანა მოვიყვანეთ რომ დავაბუქსიროთ. ჩემი მოგზაურებული ვარაუდით ძრავი გაიჭედა. ნახოთ რა იქნება. ბოქსში რომ დაუბრუნდებით, დანარჩენს მერე გავაგზავნებთ. თენგიზა რა, მაგრამ გაანათ ერთ წამს რა. აუტოკეთო შეჩევა და დაკოქილი რატო არის? რატო კოქილი? всё, განეიტრალები.
მოდი ახლა. ეგრევე ნახადუ შევაგოროთ? დავაი. გაშად. გაიგეთ. ეგრევე სუპრის ბაგაჟიკით ვიგზავრე. იმას უხარი არ გადა. დავით! შეძლებას ვიცავარ მაგმაქარის იმედად ვარ, დაანებე თავი. არა. კოდარია. კოდარია. გაჭედილია, მაგრამ სტარტერით თუ მიმჟელებთ, ანუ კლადეში აქვს მოჭერილი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ვინც იცით და ვინც არ იცით, ქარჩეგჯიზე გქონდა ესეთი პრობლემა, რომ ქართული პროვაიდერების უმეტესობიდან ფიზიკურად საიტზე ვერ შემოდიოდნენ. ამირიდან ეგ პრობლემა მოგვარებულია და სამუდამოდ მოგვარებულია. ნებისმიერი ქართული პროვაიდერიდან შეგიძლიათ ქარჩეგჯიზე შესვლა და სრული ფუნქციონალის გამოყენება. ასევე გეტყვით, რომ ქარჩეგჯიზე არის უფასოდ გამბაჟების კალკულატორი, რა თქმა უნდა, არის აუქციონის ისტორია და არის სრულფასოვანი რეპორტები, როგორც ჩვეულებრივი რეპორტი, ასევე AI რეპორტი, რომელიც დამატებით კიდევ ბენეფიტს გვაძლევს იმის, რომ ჩვენი ავტომობილი შეაფასოს და ის რისკები წინასწარ გვითხრათ, რა რისკებით შეიძლება ავტომობილის შეძენის დროს გქონდეს. და თან ეს არა ქვია, ბარემ რა, აქვე რახან მდგავარ გეტყვით, რომ Mazda-ს ვაცოცხლებთ და იყიდება. თუ ვინმეს გენდონებათ Mazda-ის ყიდვა, შეგიძლიათ მოგწეროთ, ან დაგვირეკოთ, თქო ნომერს არ გეტყვით, პირდაპირ მოგწერთ. არც უკან არ ვიდეს. კუდარია. ველოდი თողონ ძალიან ადრე არის. ესე მალე არ ველოდი. ეს რა უნდა მომკლარიყო, ჩანაფიქრი ეგეთი იყო, მაგრამ ესე მალე არა. ანუ სიმპტომები არ ქონდა არაფერი სიკვდილის. ისე უცაბედად გარდაიცვალა. რა შეიძლება რომ გამოიწვიოს? ბიჭო, არ ვიცი, შეიძლება არ მახსოვს ეხა ამას ტრუშკა ქონდა, არ ქონდა. ამ მდგომარეობა იყო, მან არ მახსოვს. და მაგა ლაბორატორიაზე რო დატრიალებს გამოსულა. არა. ირაკაცია ყველანაირში სიგრეტი რო წავიღო. ნიჭიერი. ჭკვიანია. ეტა ფიასკო, ბრატან. აი, შევალაგეთ ეხა ნაწილები შიგნით. გავაგორეთ და მერსედეს უკან დავაგდეთ. რავი, მანქანის შემოყვანა რომ დამჭირდეს გაკეთება, შეიძლება მარტო რო ვიქნები, ვერ შემოვიყვან და ეს რა ქვია, მარტო და მედათინგიზა მარტო ვერ ვიზავთ ეხა ამის გორაობას. ამდენი ვართ ეხლა ჯობია და. არც დავცალეთ ეს მანქანა და 3 თვე მინიმუმ დადგა და მე ვნახოთ. არა, ესე უნდა გავყიდო როგორც არის. რა დაждდება ამ გაკეთება ძრავას? რა 1.5 მაინც უნდა. ბარი თუ დოლარი? დოლარი. წესიურად რო გააკეთო კი. რა დაგხვდება, გააჩნია რა ბლოკი კალენდარი რა მდგომარეობაში იქნება. თუ შესაძლებელია. რო გვენახარ ჯერ არჩის არა? იქნება კატასტროფა არჩის რაღაცა ისეთი. და რაღაცა ჩვენი ფინანსები გავაკეთოთ. ესე ამდენი შონა ჩადებული რომ რა იყო და გადააგდო, განარამდიში უნდა გადააგდო და მე რა უნდა. ამდენი ხანია თან გინდა და ეხა მით უმეტეს თან ელოდებოდა. ვფიქრობ რომ რაღაცა კატასტროფული თანხა არ არის ისეთი რომ ვერავარი გავაკეთო. მით უმეტეს ხელობაში შემფულსა გადაიხდი და არა, ეგ ხო. ნაწილებს კიდე მოვაბავთ ეხა რამენაირად თავს რა. ერთი თვე იქნება თუ რაღაცა შევკრავთ და გავაკეთებთ ნელ-ნელა. თავარი ვიცოდეთ რა ჭირს. ალბათ წინა ვიდეო უკვე ნანახი გაქვს და სავარაუდოდ ხვდები ახლა აქ რაც ხდება, მაგრამ თუ მაინც ვერ ხვდები, შეგიძლიათ წინა ვიდეო ამ მანქანის ჩართო და უყურო დატკვე იმ კადრებით, როგორ ვაკეთებთ მანქანას, როგორ მიყვავს იდეალამდე და იდეალის მაგე როგორ ხდება აი აქ, ამ მდგომარეობაში. ჩემდა ძალიან სამწუხაროდ, გაჭირვებული კაცის და ქვის ამბავში სრულფასოვნად ამოყავი თავი და ყველაზე ცუდ მომენტში იმ ხელაქვა დამეწია მეტი რომ არ შეიძლებოდა. ქვას მოდი თავი დავანებოთ და გავაგზავნოთ ჩვენი 70 M-ით, რომლის ძრავის დაშლასაც ვიწყებთ. უფრო სწორედ, ჯერ ძრავის ჩამოღებას ვიწყებთ და მე დაშლას, იმიტომ რომ წინა ვიდეოში ჩემი ბოლო კომენტარი სრულიად სწორი აღმოჩნდა და ძრავი გაჭედილია. ხელით გადავამოწმეთ და არ ტრიალებს. რა მოვიდა, რა დაემართა, წარმოდგენა არ მაქვს, ანუ აი აზრზე არა ვარ და რო დავშვით, ყველა ერთად გავიგებთ, რა დაგვემართა. მოკლედ, დავიწყეთ. იზიარებს. ნამდვილად ეგრე ხარ მოსასწრელი, რომ გასაზიარებელია ნამდვილად ეგ ამბავი. ზა. გლიტერი არის. რამდენია? სკინა გორია. ეს არ არის ერთი დღის გაფუჭებული. არის კარგი ხნის გაფუჭებული. ბიჭო, არა, დასერვისებული რომც იყო, როგორ
ხუიო მამუზნაეთ რა. რო გითხრა რომ დიდი ფრაქტურა აქვს, არა აქვს, დიდი ფრაქციები არაფერი არ აქვს, ამიტომ იმენა ნაცვეთი. შეცინეთ როდის შევცვალეთ. რამდენი გავატარში არ შეგიძლია. მაშინ მაგარი ბლომად გავატარეთ. მაშინ მაგარი ბლომად. როთკინზე არ შემოწვია, ხო ამაზე? ხო და რამდენი გავიარეთ მე ტაიმის? ამდენი უნდა გაგიარა. 100 ხო მედგა, მაგრამ 126 ქონდა რომ წამოვიყვანეთ მანქანა გარბენი 113 აქვს ეხლა. რომ წამოვიყვანეთ დაახლოებით 1000 კილომეტრი გავიარე მაშინ სანამ გადავაწყობდით. ანუ 127-ზე გამოცვალეთ და 5 გვაქვს გავლილი. 6. არა, ზეთი არაფერი შუაში არ არის. ეს სავარაუდოდ დაწყებული ქონდა მას. ბიჭო, კი და მაშინ რავი არ ჩანდა რა. თვითონ ეხა ზეთს არ დავკვირვები რომ φιλტრში არ ჩანდა არაფერი. ფილტრში არც ეხლა არ ჩანს არაფერი. ხო. ფილტრში რო იყურები ეხაც იდეალურია. ზეთი ირიცხავს. ხო. ფილტრში ეხაც კაია. ხო, ეგ ძალიან საინტერესო. მაშინ მე ინფორმაცია მქონდა რომ ორიგინალებზე ავაწყეთო. არა ხა ფიქრო ბოლომდე თუ ნახევრად არა, საკაიფოდ. პაპოლნაი პროგრამა გამზადე. იალა. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი ის არის რომ კალენვალის გადარჩენის პოტენციალი ძალიან მცირეა. ეს სუდის არის? აქ უშტებია ეს ხო და აი ეს კაი ნაცვეთია. მაგარი ნაცვეთი. კაი ეს ჩამოიწუროს მოსიეთ და დავიწყე. არ აქვს პატაზრის მდგომარეობა არ აქვს. ეხლა პროსტამ თავარი არის რა დაგხვდება შიგნით. ანუ ცოცხალი რა დაგხვდება და მე იქიდან და რა ნაწილების ყიდვა მომეწ. კალენვალი იყოს კაია, ხო, ბლოკი და კალენვალი. აკი არის ახალივით და შეიკებიც იდეალური აქვს იმის რა ქვია. რა კაია ბიჭო. ზა. მე მასწავლეთ რა არის? რა არის იდეალური ხაზიც კი არა აქვს. ხო, საერთოდ. აბა შუაში ხაზი რატო აქვს? აი აკოდნო. არა, ეგ აბა ხაზი არის ხაზი ხო. ეგ არის ცვლილება არს. იმენა ახალივით არის. აქაც შეხედა. ეს იმაშება იმას ხო? დედედედე. ეს თუ არის ესენია შეიკება. კი რა არის შეიკება. მასწავლეთ რომ მოდი გასწავლე. იდეალური რომელია ეგ ვერ გავიგე. აი ეს ნიკელის ფერი არის ეს. მოგასვა. ამაზე ის ასე ხო არის შუაშულა? არ არის ეგ არაფერი. ამას ვაპრიალებ რაღაც. ამას არაფერი, ანუ ამ კონკრეტულს არაფერი არ ჭირდება. მედი 10-იანი გააძრევ ინჟექტორებიც მოვსრათ. და იმის რა ქვია, ცეპების დამჭირვის სინაკლიშკებიც მოვსრათ. შეკიცია. ნუ ეხლა კოპედოთ. ისე იქამდე უძრავს ჩადევდა ზბორად კაცი. დაიწყო. რას? ეს ხო ჩადო აუ ის კაროფია. რას ჩადებდა? პროს არქიტექტურაში იმხელა სხვაობაა რომ თუმეტნაირი. არა ის არის როგორც მითხრა ჩემმა F-ი დრაზე იძახე? F-85-ის. 20 არის იმის არქიტექტურა და 20.00 არის ამისი. ქანის არქიტექტურა. განსხვავდება რა ერთმანეთს. ქანის არქიტექტურაში? ეგ რაღაცა ხო? ხო. მაგისიც შემოდის ამოიღე. ში შეთხევაში ესეც რო გაქვს მაშინაც არ არის ხოლმე მარტივი. რაცა უპატრილნიკობის გამოა ეს ესეთი ჭუჭყიანი შიგნით თუ რატო აქვს? იყენია. ეხლა კი, მაგრამ ხო არ მეყენა. წინაც ხო იმაშევა. ქვეშიდანაც ხო, ანუ აი ზაშტიკები პატრილნიკები უეჭველი უნდა, თორე დედის ხდება იმენა. ეხლა სუფთა სააწყობ და ისე გაგეჩნდება თუ არ დაიცავ.
ეგ ჩვენ ჯაღლი ჯუჭია. ცილინდრები ჯანმრთელი ჩანს. რა არის, რა იპოვეთ, ა? რაღაცა ისინი პატრონახაზები ეცა. არაფერი არ არის. აი, ვაფშე არაფერი არ არის. არა, ცილინდრები აქედან ეხა ჯერ იდეალურია. ძრავი დავატრიალთ. მოდო. ბიჭო, შატუნია. და. პორშინებს შეხედე შეჩემ. ამ თარნიდერობით რანაირად დგას? ერთი, ანუ ორი ჩაწეული უნდა იყოს, ორი ამოწეული, ხო? კი. თანაბრად. ნუ თლათ ეგრე არა, მაგრამ ანუ ესე სიმაღლის და მიხედვით ორიან დაწყობილები? ნუ ვერ ვარ რა, ესე სიმაღლეს და მიხედვით მაინც არც ერთი არ უნდა იყოს. ჯარისკაცებიც არ უნდა იყოს ჩალაგებული. მაინც რა მეტანი სიმეტრიულად არის. მე ჯარისკაცები ვით არიან ჩალაგებული. ეს კიდე ჩართულია? არა. დაროა ძმა. მიკროფონი ჩართულია. ამას რა დაამონტაჟებს თენგის? რა ხო მონტაჟები ის. ეს ნიგერ დაუგდებ. ამოიყვანეთ. ეგ 4 ვიდეო გამოვიდა. მოხსენი შენ, მოხსენი მე რას მელოდი. ანა მე რატო მახსენებ ეხა მოხსენ რაც პროდუქტებზე მე ვერ მოხსნიდით. ვერა. გალოკაშლი თუ რასაკეთებ? მოხსენდი? რავი, კი, რას პროდუქტები აღარ მექნებოდა და მოხსნი. მოხსენდი. რატო მოწვალებ? რას პროდუქტის ექსტრაქციაც მოახდინა. მანდაც ჯამთელია, ხო? ყველაფერი ვაფშე. Короче, ზედა მხარე ეს ნახე. არაფერი არ არის, მოძი, ეს არაფერი არაა თენ. ზედა მხარე კაი გვაქვს ძალიან. ისა. ორეცილი შატუნები დღესა გვექნება. მეც. გასო. ეგრე შუ, სორჩ. დავიხა. აი ეს უნდა იყოს. ცილინდრები კაი აქვს. ძალიან. ცილინდრებზე ვაფშე ვერაფერს ვერ იტყვი. რა ხდება, მამაო? ბაშმაკი. ნაწილი. ბაშმაკის ნაწილი. ეგ შეიძლება წინაზე რო ვაწყობთ, მაშინ მოგვიტყდა, აბა ნაწილი ჩაგვივარდა და შეიძლება იყოს. ხო. აგი აქაც აგდია. დავდო უკან. აქაც აგდია. აი ამაში. აგი აქაც აგდია. სუ ბაშმაკის ნაწილი ვიყრი. არ მგონია მაქერა ნაწილი. შეჩემარ კინის ნაცვეთი რო კონდეს ამას აქ ეხა უშო უნდა იყოს. იცი რომ არ მგონია მაქერა ნაწილი მოგიტყდა ჩავარდა და კიდეში დაიშალა მე. იმენა აი შატუნის სუნი დგას როგორი იცი? ვერ აგიღწერ. იმენა თორქის გამო თვალებში შემოხედილი შატუნის სუნია. ყველაზე მეტად გასაკვირი ისა რომ არაფერი მოასწავლებ და ამის დასვას. ხო, არც სიმპტომი არაფერი. თუ დაიზრდება რა კაია. მაგაზე იღა და შატუნი რო ყველა მიცი. შიგნით ახალი ვით არის დედმამა ძაღლი და და ეს თუ მარტო შატუნ პორში ანუ შატუნია ძალიან სასიამოვნო იქნება. ო როგორ მაინტერესებს რა დაგხვდებოდა. რაღაცები ჩნდება. ძალიან უცნაური სიმპტომები იჩითება რა, ანუ აი ძალიან უცნაური კარგად თან არაფერი არ არის კარგად. ანუ ყველაფერი კარგად არის და ძრავი არ ტრიალებს. ჯერჯერობით ბლოკი გადარჩენილია. ყოველ შემთხვევაში ესაც უყურებს. ჯერ კი სურათი სურათი კარგად არის. არა, კარენოის კლავიშების სურათი კარგი ჩანს. ხო, აქაც ნაგავი არ არის. არა, აქ უნდა იყოს ეხა რომ ეს იმაზე რა ქვია. კარენოის კლავიშები თან ბევრად უფრო ანაგვიანებს ვიდრე არა, ორივე ანაგვიანი არის. ეს ფერი არ მომწონს ეგ. კაცი ხელი ეწავს. გადი გამერი. სწორად არის. დადი დადე მოდი არსად არ წავ. წადი მიდი აი ეს არის და მიმწვარი აი. გადახურებულია შატუნები ვერატყობ. ვერა შენც რა მოიდინე ამ კონდე გამოსtildeება. აუ ნახე ეს ღია, ეს მუქია. დავაი. ეს მოხსენით ხა? აბა მოკაჩი ხელით იმასთან. აი მაგ პირდამტრეულ პატიურ გასატყუო შული 19-ჯერ გადავაგდი. აი, ოპა. რაჭის ჩემი. ჩაკეტი. არი? ჩაკეტი. ის გვინდა ხო? 10 თუ 11 თუ 12. შევიწყო. დავაი. აი ყველაზე საინტერესო. ორივე? მიდუღებული ეხლა იქნება
ამას რა მოიგებს? და რეზინა? უშუალო რეზინა. აუ. უშუალო. არც ეგრე ძალიან არის. მეტი რა უნდა იყოს შეშემა დადუღებული. არა, გაჭედილი ძალიან არა. ხო არა გაქვს ბიჭო. აი კლადიში ნახე სად არის? გაჭედილი თქო. ეგ ვიცი, კლადიში აღარ არის მაგ სიმონ. აი ეს ჩავაგდოთ ეს ისე რა ქვია. ეგ შატუნიც აღარ ვარგა არაფერში, არც ეგ კალენვალი აღარ ვარგა არაფერში. ნახე რა მიდუღებულია მასთან. ეხა იცი რა ხდება? თვითონ კლადიში არის შატუნზე დადუღებული. მოძრა, მაგრამ ეს ჩვენ შეღავათ საერთოდ. ესა ნოდია მომეგატახტი. გიჟი. ხო, შეშენა დადუღებულია. წეს კალენვალი უნდა გადატრიალდეს. ხო, ეგეც ეგრე იქნება ერთ შეიკაა შეშენა. აბა კი. ეგრევე დატრიალი 27-იანი დააწყდა. ეს გამოვაგდოთ? გავცვალოთ ადგილები. ეხა ერთ საინტერესო ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო. იმ ცილინდრს უჭირავს თუ არა საინტერესო. ნელა ზვიადია. არა. ეს მოხსნათ? არა, მაგას ვერ მოხსნათ. მოხსნით სხვა გზა არა. კაი, ეხა ეს როგორ ამოვიღო? აბა სადე გატანა? აი სადა მოგცემს ზვა. მეგონი ძალიან ბანაობ. აჰო. მეგონი ცილინდრიც ვერ იყო, მან საამაო, ისე ძლივს გამოვიდა რომ. ეს არის უალია მაგას ამბობ. მე მგონი ბლოკირო გადარჩა, ეგეც კარგი ნიუსია რა. ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ კი. ახი ამასაც რა ჭირს, მესის მოტრიალებული აქვს. აი ხა შეგიძლია დაატრიალოთ ეგ ის რომ ეგადვიად გამოვიყვანოთ. იქიდან აქეთ რო გამოეწყო რა. აგი ნაპრავლებში აკარი. ეგენს გინდა იქიდან გამოვატარე. ზათო გვეცოდინება რომელი ცილინდრია. კაროჩე პორშინ შატუნ კალენვალი გვინდა როგორც მინიმუმ. ჯერჯერობით რასაც უყურებ გალოვკები და ბლოკი არ ჭირდება. ეს კაია კი. და კლადიში. არა, კლადიში არ არის ძალიან კაი. ჩეპეს ხო არამეა. უკვე მაქვს აწყობილი ბიჭო. მაიც ერთთან გამოვა. სპუტერი ეს არის და სადაყენია შეხედე. ვის? ამის ამწყობი არის კოცონზე დასაწვავი. ეს არის ზედა მხარე კლადიში. და ქვევიტანია? ხო. და ის არის ეს ერთმანეთს გავს რომ მიდი? არა, შეშემა რა გავს, ეს არის ისა რა ქვია. ფერი. ხო, დაფარვით არის. უკვე ყველა ეგრეა გაწყობილი შეშემა. ყველა ეგრეა. რაც იმუშავა, იმაზე მეტი იმუშავა ვიდრე უნდა იმუშავა. კი, იმაზე გაცილებით მეტი იმუშავა. დიდი პატივი იქცა. ხო, თელი ტვირთი მიდიოდა, ეხლა ნახე კლადიში ადღეში იქნება, პროსტა რომ გამოიღებს. აი როგორი რაღაც ექნება, ეს იმენა ნაცვეთი ექნება ზედ, რა, ნარტყამივით ნაცვეთი ექნება, რა. იმენა ნამუშევარი ექნება. ამას უყურე, ბიჭო. ამას უყურე. ეს არის ზედა, რომელსაც ძალიან პატარა დატვირთვა. ამას დატვირთვა არ უნდა კონდესო. არა, უბრალოდ აქ აქვს ყველაზე მეტი დატვირთვა. ოღონდ ეს კლადიში უნდა იყენოს აი აქ. ის რა უყავის პორშინ შატუნი? რომელი? წერ გამოებული როკო. და ნახე ნაცვეთს შეხედე პროსტა. და იქ ქვევით სპუტერი აღენია, თავის ბედნიერად არის, არაფერი არ აწუხებს. ანუ ის რაც ტვირთზე უნდა მუშაობდეს, აქ აყენია და რაც ტვირთზე არ უნდა მუშაობდეს, აქ აყენია. ამ დროს ტვირთზე მუშაობს შატუნის მხარე. ანუ ნახე პორშინი რო აწובה ქვევით, აქ რო რაღაცა ფეთქდება, ესა მოდი, ეს ეხა მოდი აუხსნათ იმ მატორიც ვინც ააწყო რა. აქ როცა რაღაცა ფეთქდება, აწובה მთელი ძალით კალენვალს და მაგის წყალობით დადის მანქანა რო კალენვალი ბრუნავს. შესაბამისად აი ამ ადგილში აქ ძალიან ბევრი ტვირთი და აქეთ ამ მხარეს სპუტერი კლადიში მაგიტომ მიდის. აქეთ ამ მხარეს აყენია ყოველთვის უფრო გაძლიერებული დაფარვიანი კლადიში და ქვედა მხარეს აყენია ჩვეულებრივი აი ესეთი კლადიში, რომელიც არაფერს არ აკეთებს და აქაჩვაზე იმხელა ტვირთი არ აქვს რამდენიც დაწოლაც. მომავალში მოტორის აწყობას რო გადაწყოთ, უბრალოდ ეგ გაითვალისწინე და გაცილებით დიდხანს ისოცხლებს შენი აწყობილი მოტორი. ჯერ მაინტერესებს ეს რა ბრენდი აყენია, მაგრამ ძიშოვი ბრენდს არ გავს, ანუ კაი ბრენდია. პროსტა უკუღმა აწყობდი. პროსტა წარმოდგენა არ ქონდა, რასაც ყოფდა, ვინც ამას აწყობდა თორე. ბრენდი ცუდი არ უნდა იყოს. კერამიკა. BMW-ს ორიგინალი. ორიგინალი კლადიშები ვიღაცა.
არა, ორიგინალ კადიშებს ძრავი მოა ხო. ეხლა უკვე ყველაფერი გასაგებია, ჩემო ძმა. იარა. არა, პროსტა იარა. აი ეს დაემართა. შეხედე, ეხლა რა დაემართა? ამას რაც ჭირს, ის დაემართა დანარჩენ კლავიშებსაც რა. უყურე ეხლა რა მოხდა აქ რა. ამას რაც ჭირს, ეხლა ეს არის დათხელებული, დედა არ ყავს რა. იგივე დაემართა დანარჩენ კლავიშებსაც დროთა განმავლობაში, ანუ ყველა თანაბრად გასვთა. როცა ეს გასვთა და შესაბამისად ზაზორი აღარ ქონდა საკმარისი. ზეთის ფენას ფიზიკურად ვეღარ ქმნიდა იმდენს, რომ ერთმანეთთან შეხება, ანუ ზეთის პლიონკას ვეღარ ქმნიდა და შესაბამისად დაიწყო ამან კალენოაზე ხახუნი. კალენოაზე ეს ხახუნი ნახე, ეს არის ხახუნის კვალი, ეს არის კალენოაზე ნახახუნები კლადიში. დაიწყო ხახუნი, გახურდა და დაედო, დატრიალდა და გახურდა კიდე. მიასვარ კამერაზე და მანქანას გაჩერდა. ჰიუსტონ. დედა ჰიუსტონ. ვალი. კალენვალი, ამიტომ გახდა გადასაგდები. რამდენია კამის დედაში? საკაიფოთა ძმა. საკაიფოთ. ესენი უნდა. მაიტა რამდენია? დაიცვალე რამდენი? ესენი ხო? თუ რა ზაიჭა? 1 2 3 4 5 მოგი. დავიჯერო კარენოებშიც და აქთო. იმედია ამოტრიალებული არ დაგხვდება კარენოებში ერთ-ერთი. აი ეხლა ამდენ ბუდიას დავაჯე. ბოლო. აქედან გადაწიე. მოგი. ეგრე არ შეხედე. ორი, ოდნავ წამოწევ. ხო. კიდე ახელს. და ეგ არის. არა ძმო. მაღლა, ისევ შიგნით იმაშველი. აჰა, ეს სტენგის. აი, ხო ეგენი? კი. ეგ მაინც შოუს ვერაულია პროსტა რა. არა, ამას ვერაური. ვერაულია და ვერაფერში. კაი, უკანა სარნიკი ეხლა და ამოვიოს. Юу კარაფერი არ ხდება. ვაფშე. დაწავლა. დამანდები თავს თბილისში. ჯისი არის და აი ამისი, აი ნახე. უი. არის გაიჭირე ესე. არა, აქაც ნახე. არა. აი აქ. არასწორია წყობის ბრანი. აქაც აქ. აი ყველაზე დიდი ვინი არის მაგაზე არის დარდით. მოკამდე არც მოდის. არა, მაგრამ აი როგორ ქნეს ვერ ვახდი. როგორ ეთქობა ესე უთყობ რაღაცა და ააცია. ანუ რანაირად მართლა რა ხდება? ჩაკლეთილი აქ რა, ხო? ხო თითქოს შატუნია წამოდებული, მაგრამ შატუნი მაგას როგორ წამოვედო? არა, იქაც აკუდინა. ყველგან აქაც. ამოატრილეთი დატრიტეს დედა ხომ მოვიწყენი. ერთი ქაღალდი მომედა. ხო, კლავიშები ორიგინალია, ჩემო ძმა. და სავარაუდოდ შეცვლილიც არ არის. BMW. შეცვლილი არ ჩანს. კარენოიში არ აქვს პრობლემა ყოველ შემთხვევაში, ამ ბლოკი ცოცხალია რა, ეხლა ეს რა ქვია, ცილინდრებს ჩავრეცხავ. შევხედავ რა მდგომარეობა. აი, ერთი კაი ამბავი მაინც. მოკეთან 4 ნიშნა უეჭველი. აი, ასე მოგულო. აი, $500 და $600 მე ეჭვება. ჩვენ რომ მანქანა გრევანდელი ბრძოლა დასრულებული. ჩვენ რომ მანქანაში ამდენ ფულს ავხარჯავდეთ რა, კაი ხალხი ვიქნებოდეთ, ამდენი ფული გვექნებოდა. ამას გავუკეთებთ რა. ვირჩევია ის თამაშს ჯობია. არა, და სხვა შორის ბალახის ჰოკეით საკმაოდ ჯანსაღი ჰობია, უბრალოდ ძალიან ცოტა ადამიანი მინახავს ეგრე მაგ ოე, პადელი. პადელი. მოკლედ. დღევანდელი ვიდეო მოდი ამით დავასრულოთ რა. ცოტა ხმამაღლა თქვი მიკროფონი არ აქვს. დღევანდელი ვიდეო ამით დავასრულოთ. თენგო ხმამაღლა თქვიო და მაიტო ლაბარაკო ხმამაღლა. ძრავი დავშალეთ და ვიპოვეთ რაშიც იყო პრობლემა და სამწუხაროდ ახლდა გვაქვს გასაწყობი, ანუ ნაწილებიც ბევრი რა ნაწილი გვაქვს შესრულებული. მოკლედ, ამ ძრავის აწყობას ნახავთ, ჯერ არ ვიცი როგორ აიწყობა, ანუ რა მეთოდით აიწყობა, რა ნაწილებს შევიძენ, იმიტომ რომ რაღა დამოლოდა ფინანსურად ვერ მაქვს აამაყოთ საქმე, საერთოდ ვერ მაქვს. როდის ავაწყობ არც ეგ არ ვიცი, მაგრამ რო ავაწყობ მაგას პირდებით რა, მაგას ნახავთ. თუ მალე დავიწყეთ აწყობა, მალე ვენახავთ, თუ მალე ვერ დავიწყეთ აწყობა, როცა დავიწყეთ მერე ნახავთ. როგორ ავაწყობთ, ეგეც ფინანსებზეა დამოკიდებული. შეიძლება ცოტა ეს
არაქარხნული კუთხით წავიდეთ, შეიძლება კალხოზის კუთხით წავიდეთ. კალხოზის კუთხით წავშალი მაინც არც ერჩევთ. შეაჟო არ, ამიტომ დავალოდოთ რა. მოკლედ, ველოდებით მოვლენების განვითარებას. დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო. ცოტა ნუდნი ვიდეო გამოგვივიდა, მაგრამ სამოგიეროდ ყველამ ერთად მიპოვეთ, რამ გააფუჭა ჩვენი ძრავი. რამ გააფუჭა და არასოდეს აწყო. სწორედ რომ აწყობები იყო ეს ძრავი, გაცილებით დიდხანს იცოცხლე. აი გაცილებით, რაც კი შევადარებ, იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც. მოკლედ, შემდეგი საინტერესო ვიდეოც თქო.